მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლები კარგი, მაგრამ 1969-99 წლებში უნგრეთსა და ავღანეთში მიმდინარე სამართალმოქმედებებში დაღუპული ომის მონაწილე ქუთაისელ გმირებს ეს რას ნიშნავს ნეტავი? ანუ უნგრეთისა და ავღანეთის ოკუპაციაში მონაწილე ადამიანებისათვის ძეგლი? საერთოდ ვერ გავიგე და ეს ყველაფერი ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალის გვერდით. კარგი, ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა ხო გასაგებია, აუცილებელია და მისი განახლებული სახის, ანუ რაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ აი ეს უნგრეთი და ავღანეთი რას ნიშნავს ნეტავი ამიხსნას ვინმე კომენტარებში. უნგრეთსა ავღანეთში იყო საბჭოთა არმიის შეჭრა და ამ ტერიტორიების ოკუპაცია. და ანუ ამ ოკუპაციაში მონაწილე ქართველებისათვის ძეგლი? აი როგორი უნდა იყოს საქართველო უპირველეს ყოვლისა. დანარჩენი მიწები ხო ჩამოგვათალა საბჭოეთმა. და ამ საბჭოეთისათვის დაღუპული ადამიანების ძეგლი ქუთაისში გაუგებარია.